მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ. ხვალ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ, რომ მაღალი კულტურის ერი ვართ და ჩვენთვის ჩვენს სამშობლოზე წინ არაფერი დგას. და კვლავ უბრუნდებით სპეცოპერაციას შეგახსენებთ, რომ ქრონიკის ინფორმაციით ამ წუთებში გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში მიმდინარეობს სპეცოპერაცია, სადაც სავარაუდოდ აკავებენ ერთ-ერთ პირს, რომელიც გივით არგამაძის ავტომობილის აფეთქებაში ფიგურირებს. და ვასილ დაბრუნდაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ვასილ, უახლეს ინფორმაციას ველით შენგან რა ხდება ადგილზე? თამარ, ამ წუთებში გლდანში ერთ-ერთ მიკრორაიონში მიმდინარეობს სპეცოპერაცია. აქ იმყოფებიან ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ჩვენი ინფორმაციით აკავებენ ერთ-ერთ პირს, რომელიც მონაწილეობდა სავარაუდოდ გივით არგამაძის ავტომობილის აფეთქებაში. ჩვენი ინფორმაციით ეს არის დათო ხეჩუაშვილი. ადგილზე მეზობლები, როგორც ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ეს პირი არის ყოფილი სუსის ყოფილი თანამშრომელი და ასევე მეზობლების ინფორმაციით ის ბოლო პერიოდში სავარაუდოდ ყოფებოდა უკრაინაში. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ინფორმაციას ჩვენ გვაწვდიან მეზობლები, რაც შეეხება იმ პირის დედას, რომლის სახლშიც ამ წუთებში მიმდინარეობს სპეცოპერაცია. ჩვენ მასთან გასაუბრება ცოტა ხნის წინ შევძელით. ის აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, სად იმყოფებოდა ბოლო პერიოდში მისი შვილი და ასევე უცნობია, რა საქმიანობდა. ჩვენ შეგვიძლია ეს კომენტარები მოვისმინოთ. არაფერი არ ვიცი. თქვენი შვილი რა საქმიანობდა, ბატონი დათო, შეგიძლიათ გითხრათ? როდესაც აი ბოლო პერიოდში არაფერს ახსის და კომპიუტერით თამაშობდა. უკრაინასთან და რუსეთთან რამე კავშირი უკრაინაში იმყოფებოდა ბოლო პერიოდში? არ ვიცი, ჩემთვის არ ვთქვი არაფერი. ხან ავიცი, გვიან დიდი ხანი რჩებოდა, არ მოდიოდა, მაგრამ ასაკეთებდა. სად რჩებოდა? აზე არ ვიცი. უკრაინაში იმყოფებოდა თუ არა? არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. ხა ტაქსაობდა მე. მანქანა აყავდათ მერსედესია ფურგონი, ტაქსაობდა. ამ ბოლოს აი ხარ როგორ ნახე სად არის მეც კი რო ვიკითხე მითხეს რომ წასულიო. ეს სად იყო უკრაინაში იყო? აი ზუსტად ვერ ვიცი. ან უკრაინა ან რუსეთი. რა გვარები არიან ეგენი? ხეჩუაშვილი. ხეჩუაშვილი? რა პერიოდია დაახლოებით რაც აქ არის იმყოფებოდა ეს კაცი? აი როგორ არის? მე მუშაობ, ორი კვირა მუშაობ, ორი სახლში ვარ, დილით რო მოვიდივარ, ღამე მოვდივარ და აი რომ მოვედი უკვე აი პირველი რიცხვი და მე რო ვერ ვნახე. მე 30 წუთი დავამთავრეს მენა. იმის რომ ვიკითხე სად არის მეც არ არის, წასულია მგონი რუსეთში ვერ მითხეს. ბოლო პერიოდში ტაქსაობდა. ტაქსაობდა და ინახავდა ოჯახს. პროკურატურა მუშაობს და კრიმინალური პოლიცია და ჩვენ შემთხვევაში ადმინისტრაცია საპატრულო და ამ შეზღუდული. ამ შიგნით პროკურატურა და კრიმინალური პოლიცია. ვისაკავებენ? არ ვიცი. დანარჩენი პრესას მიმართა პრესაზე გეტყვით დანარჩენი ინფორმაციის. როგორც უკვე გითხარით, ეს პიროვნება არის ყოფილი სოდის ყოფილი თანამშრომელი. ამ წუთებშიც სადარბაზოში და საცხოვრებელ სახლში მუშაობს სპეცდანიშნულების რაზმი. ასევე ჩვენი ინფორმაციით სპეცრაზმი და შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს სამ სხვადასხვა ადგილზე და მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე პირის დაკავება, რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, როგორც ცნობილია, ოპოზიციონერი დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომობილი 4 ოქტომბერს ააფეთქეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. ეს არის ამ დროისათვის არსებული ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. დამატებით დეტალებს უკვე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ გამოშვების მიმდინარეობისას მოგაწვდით. დიდი მადლობა, ეს იყო ვასილ დაბრუნდაშვილი, მისგან გავიგეთ